უკრაინის ყირიმის ავტონომიურ ოლქში კვორუმის არარსებობის გამო ადგილობრივი პარლამენტის სესია ჩაიშალა, რომელსაც უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადება უნდა მიეღო. შენობის წინ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. რუსულენოვანი მოსახლეობა დეპუტატებს კიევის ახალი ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადებას, უკრაინისგან გამოყოფას და რუსეთთან შეერთებას მოითხოვდა. მათ ყირიმელი თათრები დაუპირისპირდნენ, რომლებიც სეპარატიზმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მომიტინგეებს ხელში უკრაინის დროშები ეკავათ. მოწინააღმდეგეებს ერთმანეთისგან მილიციის კორდონი ჰყოფდა, თუმცა მათ შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მაინც მოხდა. საბოლოოდ თათრებმა პრორუსი აქტივისტების შენობის წინ მდებარე მოედნიდან გაწევება შეძლეს. ყირიმის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ რეგიონის უკრაინისგან გამოყოფის საკითხი სესიაზე არ განიხილება. მას შემდეგ, რაც სესიის ჩაშლის შესახებ ცნობილი გახდა, ყირიმელი თათრების მეჯლისის ლიდერებმა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდეს. მათი განცხადებით, დღეს დადასტურდა, რომ ყირიმი უკრაინაა. მანამდე კი ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძალების მობილიზება შეინიშნებოდა. გავრცელდა კადრები, რომლებზეც სევასტოპოლიდან იალტამდე რუსული სამხედრო კოლონის გადაადგილებაა დაფიქსირებული. სამხედროები შეიარაღებულები არიან. კოლონა შავი ზღვის ფლოტის სანატორიუმ იალტას ტერიტორიაზე შედის. დღესვე პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით რუსეთის დასავლეთ და ცენტრალურ სამხედრო დაჯგუფებებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით განგაში გამოცხადდა. კიევში კი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას სპეცრაზმ ბერკუტის ლიკვიდაციის შესახებ. სწორედ ბერკუტის ქვედანაყოფებმა ძირითადად სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინიდან მომიტინგეთა წინააღმდეგ განსაკუთრებული სისასტიკით გამოიჩინეს თავი. უმაღლეს რადაში კი მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურებს განიხილავენ. პარლამენტის ფრაქციებში პარტია ბატკივშინას ლიდერი არსენი იაცენიუკის და დამოუკიდებელი დეპუტატის მსხვილი ბიზნესმენის პეტრო პოროშენკოს კანდიდატურები განიხილება. დღეს ახალი ხელისუფლება მთავრობის მომავალ შემადგენლობას განსახილველად მაიდანს წარუდგენს, სადაც რევოლუციის შემდეგ პირველი სახალხო კრება უნდა ჩატარდეს. მაიდანის მონაწილეებს პრემიერობისა და პრეზიდენტობის კანდიდატების თაობაზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ახალი ხელისუფლების პირობებში პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციები ექნება და ხმას კლიჩკოს მივცემდი. პოროშენკო ჩემთვის მხოლოდ პრემიერ-მინისტრთან ასოცირდება. ხმას ტიმოშენკოს მივცემდი, ის ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელსაც ნამდვილი ლუსტრაციის განხორციელება შეუძლია. ის ამ რეჟიმისგან მხოლოდ სიტყვიერად კი არა, რეალურად დაზარალდა. აუცილებელია სანამ ამა თუ იმ კანდიდატს კენჭს უყრიან ისინი მაიდანს შეუთანხმონ. ქარელის რაიონის სოფელ ატოცში რუსი ოკუპანტების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის გავლება ამ დროისთვის შეჩერებულია. საოკუპაციო საზღვრის გაწვრივ დღეს მხოლოდ რუსული მანქანები გამოჩნდნენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების სახნავ სათესი მიწებიც ექცევა. ბაციკაძეების ოჯახი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც მიწის დამუშავებას ვეღარ შეძლებს. არა, ეხლა მოხნული მქონდა და ეხლა იმას აქნეს დამუშავებული მქონდა და ეხლა კიდე შუანაკვეთზე გადევს ზოლი და აი ნაკვეთებს კიდე უნდა მივატოვოთ. ჩემი მოხდა იქით 3 გექტარი. და ჩემს გარდა კიდე იქით აქვთ კიდე ჩემ ახლობლებს და ამ სოფელში კიდე და იმათიც იქით მორჩა რა, იმათკენ არის. ბრეძის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თქმით, რუსებმა სოფელ ატოცში მავთულ ხლართების გაბმა ოლიმპიადის დასრულებისთანავე დაიწყეს. მარიამ გულისაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით 30 ჰექტარი მიწა მოექცევა. საოკუპაციო ხაზის გავლება და 4 დღეა მიმდინარეობს. დღეს შეჩერებულია ეთყობა ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით. დაახლოებით სახნავი ფართობიდან არის 15 გექტარი და 15 გექტარით საძოვარი იქნება. ატოცის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ. რამდენიმე დღის წინ სოფელში რამდენიმე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომლებმაც ადგილობრივებს პლედები და პოლიეთილენის პარკები გადასცეს. ადიელები იყო კარდონის ყუთებში. ცელოფანი იყო შილო და სხვა უცხო ისინი იყვენ. ამერიკელები ყუთი ვიცი, იქ დაგვირიგეს თვითონმე დაგვირიგეს იმ ბიჭებმა. უცხოები იყვენ. მოსახლეობამ არ იცის რა ტერიტორიაზე აპირებენ რუსი ოკუპანტები მავთულ ხლართების გავლებას. ადგილობრივების თქმით შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქართული სოფელი მოექცეს. დღეს აი ხვალზე სადამნეგავო იმას მე ვერ გეტყვით, იმიტომ იქიდან საიდან მოდევენ. შეიძლება აქამდე ჩამოვიდეს.
და ისინი უპირისპირებენ აი იმ ზოლსა. აკეთე ის ზოლი რო არის და ის ნაძვები რო არის. მან იყოს ერთოდ საზღვარი და ისა. ხო და ეგენი უპირისპირე იმასა და აქეთ არის ოსური ქალეთი. იქით არის ნაძვები რო არის ქართული ქალეთი. ჯერა ის სოფელი იყო და მე ესენი ჩამოსახლდნენ. რუსმა ოკუპანტებმა სექტემბერში მავთულ ხლართების გავლება დიცსა და დვანში დაიწყეს. დვანში სამი ოჯახი იძულებული გახდა სახლები საკუთარი ხელით დაეშალა. მათი საცხოვრებლები ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაწვეს. გასული წლის ოქტომბერში კი ის დარჩენილი ნივთებიც გამოიტანეს, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა. ინგა ტალახაძის თქმით, მისი 9-სულიანი ოჯახი ახლა ერთ ოთახიან კოტეჯში ცხოვრობს. დვანის მაცხოვრებლების განცხადებით, მათ სახელმწიფოსგან დახმარება არ მიუღიათ. დახმარება მოგწეს რაღაცები, აი ისა კოჭები არის, შიფერი არის, რაღაცები მოგწეს. აი მასალა, ბლოკი რაღაცები მოგწეს. ისა მაცივარი მოგწეს, ისა მაცივარი ტელევიზორი რაღაცები, ისა აბანოსის სინემი მოგწეს ეგენი. მე ტელეფონი მოვუწიეთ. ისა 100 თანხა მოვუწიეთ, ასე რომ თქვა, თანხა მოგწევთ, თანხა არ მოვუწიეთ. მათ ესენი მასალები მოგწეს. ჩემი ნაკვეთი 1 ჰექტარი მოყვა საოკუპაციო ზოლს იქით. დახმარება ბევრჯერ მოიტანეს ზოგმა არასამთავრობოებმა, ზოგმა პოლიციამ. ურიგებენ ისეთ ოჯახებს, ვის მარტო ხელაო, პენსიონერებიო, პენსიონერიც კი მყავს სახლში, მაგრამ მე პირადად არანაირი ერთადერთი არასამთავრობოები იყვნენ, ვის დაკვეთიც იქით მოყვა საოკუპაციო ზოლს იქით. გაზის ფეჩები დაურიგეს. ერთადერთი ეგ რაღაც 28 ლარიანი გაზის მაგის მეტი არანაირი დახმარება არ მიმიღია. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებების რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსმა ოკუპანტებმა სოფელ დვანში მავთულ ხლართების გაბმა განაახლეს და სამი სახლის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებებისთვის მინიმუმ 40 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა. რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მავთულ ხლართების გავლებას საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მავთულ ხლართები კონფლიქტს აღვივებს და მხოლოდ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული. პრეზიდენტმა დღეს საერთაშორისო თანამეგობრობას ყვარლიდან მიმართა და რუსეთის უკანონო ქმედებებზე ხმის ამაღლებას თხოვა. მე მინდა ყველას გასაგონად თქვა, რომ მავთულ ხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რომ ადამიანები, რომლებსაც მავთულ ხლართების მიღმა ერთმანეთის ნახვა უნდათ და ერთმანეთთან შეხვედრა უნდათ, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. ეს ნაბიჯი არის წინააღმდეგობაში გაეროს სულისკვეთებასთან, ეუთოს დეკლარაციებთან, რომელზეც სხვა შორის რუსეთს მოწერილი აქვს ხელი. მე მინდა მიმართო საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ხმა აიმაღლოს ჩვენთან ერთად ამ სრულიად უკანონო ქმედების წინააღმდეგ. ეს არის ქმედება, რომელიც მიმართული არის კონფლიქტის გართულებისკენ. იმიტომ რომ მავთულ ხლართების გარეშე ჩვენ პოულობთ ერთმანეთს, ჩვენ ვეურთიერთებით ერთმანეთს და მავთულ ხლართები მხოლოდ გავლებულია იმისთვის, რომ მოხდეს კონფლიქტის შენარჩუნება. ქართულ სოფლებში მავთულ ხლართების გავლებას გუშინ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც გამოეხმაურა. პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისგან მსგავსი ქმედებები მოსალოდნელი იყო. თუმცა ახალი ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგად რუსეთი მხოლოდ ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციით შემოიფარგლება. მოსალოდნელი იყო სამწუხაროდ, როცა ჩვენ გეგმავდით რა შეიძლებოდა, თვლიდით როგორ შეიძლება რუსეთს განეხორციელებინა თავისი ზემოქმედება საქართველოზე და ოლიმპიადის კონტექსტში ბუნებრივი ამას არ გაკეთებდა, რა შეიძლება გაკეთებინა, ეს ალბათ პირველ რიგში იქნებოდა სწორედ მავთულ ხლართების გავლების განახლება, ასეც მოხდა მეორე დღესვე, ანუ ვერ მოითმინა რუსეთმა განაახლებს, აშკარაა რომ მას სხვა რესურსები ძალიან ცოტა რამ დარჩენია, ჩვენ ვხედავთ როგორ იქცევა ის, როგორ მოქმედებს უკრაინაში, სხვა ქვეყნებშიც ვნახავთ ჩვენ ალბათ მისი მოქმედებს, მაგრამ მადლობათმე ჩვენი მთავრობის გონივრული ნაბიჯები მას საშუალებას არაფერს არ აძლევს. დღეს მთავრობის წევრები პრეზიდენტთან ერთად ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ჩავლენ და არსებულ სიტუაციას ადგილზე შეისწავლიან.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას მიიღოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა. ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენებისადმი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საპასუხო წერილში. სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონგრესმენების ხედვას იზიარებს და სექტემბერში ალიანსის სამიტისთვის ასპირანტი ქვეყნების პროგრესს სათანადო შეფასებას მისცემს. საქართველოს კვლავაც აგრძელებს დიდი ნაბიჯების გადადგმას რეფორმების განხორციელებაში. მივესალმებით კარგად ორგანიზებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას 2013 წელს და ვაღიარებთ საქართველოს ფასდაუდებელ წვლილს ნატოს ოპერაციებში, კონკრეტულად კი ISAF-ის მისიაში. ამ და სხვა ადგილებში საქართველომ დაამტკიცა, რომ უნარიანი და ერთგული პარტნიორია. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს მიღწეული პროგრესისთვის იმსახურებს ნდობას ნატოს მომავალ სამიტზე, ნატოს ოპერაციებსა და სტანდარტებისადმი ერთგულების გამო. მზად ვართ მხარი დაუჭიროთ საქართველოს მცდელობას შექმნას კონსენსუსი ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. 42 კონგრესმენმა სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ალიანსის ასპირანტი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის თხოვნით წერილი თებერვლის დასაწყისში გაუგზავნა. წერილში აღნიშნული იყო, რომ ისინი მიესალმებიან ვაშინგტონის ძალისხმევას 2014 წლის ნატოს სამიტზე პრიორიტეტად გახადოს ნატოს გაფართოების პერსპექტივა. კონგრესმენებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მოუწოდეს გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ნატოს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროს და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან, რომლებსაც ამერიკასა და ნატოსთან ახლო ურთიერთობების დამყარება სურთ. საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. პრემიერი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების ხედვები და პრიორიტეტები გააცნო. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გაამახვილა და ალიანსს საქართველოსთვის მაპის მინიჭებისკენ მოუწოდა. პრემიერმა ქართულ-რუსულ ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართული მხარის პოზიტიური ჟესტების მიუხედავად, რუსეთმა ოლიმპიადის შემდეგ მავთულ ხლართების გაბმა განაგრძო. ირაკლი ღარიბაშვილმა საბჭოთა ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 21 საუკუნეში მსგავსი პრეცედენტი არ უნდა განმეორდეს. 6 წლის წინ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო. ჩიკაგოს სამიტზე კი მათ ხაზი გაუსვეს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. პროგრესი უკვე განვიცადეთ. ეს ჩვენ ძლიერ პოზიციაში გვაყენებს, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ნატოში ინტეგრაციისთვის. დიდ ბრიტანეთში ნატოს სამიტის საუკეთესო შესაძლებლობაა საქართველოში მიღწეულ პროგრესზე ადეკვატური რეაგირება მოხდეს. განსაკუთრებით, როცა ამის დრო უკვე დადგა. აუცილებელია განვაგრძოთ წინსვლა და ამისთვის რეალურად საჭიროა საქართველოს მაპი მიენიჭოს. ჩვენთვის მაპი არის ინტეგრაციის ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ნატოს წევრი უნდა გახდეს აღსრულდება. ამ პოტენციურად ახალ საფეხურზე გადასვლით ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ სიღრმისეული რეფორმების თანმიმდევრობითი პროცესი. სოჭის ოლიმპიადა დასრულდა. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე რუსეთისგან ზეწოლის გაძლიერებას ველით. ამ კონტექსტში დავაფასებთ ამერიკის ადმინისტრაციის, კონგრესის, ატლანტიკური ინსტიტუტის, არასამთავრობოებისა და მედიის მხარდაჭერას, რომ რუსეთში შესაფერისი მესიჯები გაუგზავნონ და დააფიქსირონ საქართველოს სუვერენული უფლება, კონდეს ევროპული მომავალი. ჩვენი მხრივ საქართველოს მთავრობა შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი ძალადობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის დათმობას არ ვაპირებთ რუსეთისთვის. ეს არის ჩვენი მთავრობის არჩევანი, რომელიც გამყარებულია ქართველი ხალხის სურვილით. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად მოსახლეობის 85%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემხრობა. დღეს 25 თებერვალია. 93 წლის წინ წითელმა არმიამ ჩვენი დედაქალაქი თბილისი დაიპყრო და ბოლო მოუღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას. ამით საქართველოს ისტორიის კურსი 70 წლით შეიცვალა. აუცილებელია, რომ ასეთი ისტორიული ტრაგედიები 21 საუკუნეში აღარ განმეორდეს. გამოსვლის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა. ძირითადი შეკითხვები საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, ნაციონალური მოძრაობის როლსა და პოლიტიკურ დაჭერებს, ასევე უკრაინის მოვლენების შესაძლო გავლენას და რუსეთის როლს ეხებოდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტიციების მოზიდვაზე არის ორიენტირებული. სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. პრემიერმა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე გაამახვილა
ყურადღება და აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებულ კითხვას, პრემიერმა მას თავი აარიდა და თქვა, რომ მას სხვებზე ლაპარაკი არ სურს. ეკონომიკა ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, რადგან ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა განსავითარებელია. ჩვენ ამ კუთხით სტრუქტურული რეფორმები გავატარეთ და შედეგები ნელ-ნელა იჩენს თავს. ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უდიდესი ნაკლი ქვეყანაში კაპიტალის ნაკლებობა იყო. ამ თვეში ვიწყებთ სახელმწიფო სიმდიდრის ფონდის ამუშავებას, რომელიც გრძელვადიანი კაპიტალის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ამას გარდა ვგეგმავთ ინვესტიციების მოზიდვას რეგიონიდან და ევროპიდან. მე ამ პროცესში აქტიურად ვარ ჩართული. ჩვენი მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობა რაც შეიძლება მალე უნდა განვითარდეს, რადგან ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში დაგვეხმარება. ტურიზმი ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტია. როცა ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ესეც საუბრის ნაწილია. გასულ წელს ტურისტთა რაოდენობა რეკორდული იყო. ვფიქრობ, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორების განვითარებასთან ერთად ტურიზმიც ამის ნაწილი იქნება. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს სასამართლო პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალედ ტარდება. ჩვენ საერთაშორისო არასამთავრობოები და მონიტორები ყავს, რომელსაც შეუძლიათ დაესწრონ ამ პროცესებს და გაესწრონ საქმეში არსებულ დეტალებს და ნახონ აღნიშნული დოკუმენტები. ჩვენ ყველას და განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს თანასწორად ვეპყრობით. შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მე დავაპატიმრეთ ჩემი პირველი მოადგილე. ის ჩემთვის იყო და ახლაც ძალიან ახლობელი ადამიანია, რადგან ჩვენ არჩევნები ერთად მოვიგეთ. ის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა როდესაც მან კანონი დაარღვია, ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა. ვფიქრობ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ევროპა უფრო გააქტიურდა. მე ამ სურს სხვებზე ლაპარაკი. მე მინდა საქართველოზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. ვფიქრობ, შეერთებული შტატები და ევროპა მაქსიმუმს აკეთებს საქართველოს მხარდასაჭერად. პრემიერს კიდევ ერთი კითხვა ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თემურ ბასილიამაც დაუსვა. ბასილიამ ირაკლი ღარიბაშვილს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქვეყნიდან პოლიტიკური დევნილის სტატუსით წასული პირების საქართველოში დაბრუნებაზე ჰკითხა. პრემიერის თქმით, თითოეული საქმე დეტალურად უნდა განიხილონ. ვიცი, რომ წინა რეჟიმის დროს ბევრ ადამიანს ქვეყნის დატოვება მოუხდა. სამწუხაროდ ამ საქმეთა უმეტესობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ვფიქრობ, თითოეული საქმის შესწავლა უნდა მოხდეს. არ შემიძლია ახლა ამ კითხვაზე გიპასუხოთ, თუმცა თქვენ საქმეს პირად კონტროლზე ავიყვან. მე დავავალებ შესაბამის ორგანოებს შეისწავლონ თქვენი საქმე და პასუხს მცირე დროში გაგცემთ. სამართლიანობის აღდგენა იყო და ახლაც რჩება ჩემი ადმინისტრაციის დიდ გამოწვევად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ხალხის მოლოდინი დავაკმაყოფილოთ და პასუხი გავცეთ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს. კიდევ ერთი შეკითხვა ირაკლი ღარიბაშვილს ამერიკის ხმის ჟურნალისტმა დაუსვა, რომლის რეპლიკასაც დამწრე საზოგადოება იუმორით შეხვდა. მაინტერესებს, როგორია იყო მეორე ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი მსოფლიოში. ვინ არის პირველი? მართალი ბრძანდებით, კიმ ჯონგ უნი პირველია. მადლობა. რაც არ უნდა იყოს, არ გადარებთ ერთმანეთს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში გამართული შეხვედრების მთავარი თემა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები იყო. სენატორები და კონგრესმენები ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ მავთულ ხლართების გავლების პროცესზე, სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ასევე ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპექტივებზე ესაუბრნენ. ამერიკული მხარე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პრიორიტეტებით და ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. პრემიერ-მინისტრმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრები შეაფასა. ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ეკონომიკურ სფეროში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულების და ურთიერთობების შესახებ. გვექნება ჩვენ საუბარი ამის თაობაზე სავაჭრო დეპარტამენტთან. ასევე ჩვენ განვიხილეთ პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში, ასევე რეგიონში, განვიხილეთ უკრაინის სიტუაცია და ზოგადად მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ მე ვივიღე სრული მხარდაჭერა ჩვენმა მთავრობამ და ზოგადად ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და აქვს სრული მხარდაჭერა თეთრი სახლის და ნამდვილად მე ვიტყოდი, რომ ეს ვიზიტი იყო
არის ძალიან წარმატებული. I had a very good meeting with the Prime Minister. We discussed a lot of პრემიერ-მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. პირველ რიგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვისაუბრეთ, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე. პრემიერს დაუდასტურე ჩემი და შესაძლოა მთელი კონგრესის მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე. ამას გარდა გამოვხატე ჩემი პოზიტიური დამოკიდებულება საქართველოს მიერ ენერგოსექტორის აღმშენებლობაზე. ვფიქრობ, ძლიერი ენერგოსექტორით შეძლებს დაუპირისპირდეთ რუსულ მონოპოლიას. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმაჩნია, რომ მიუხედავად სირთულისა, კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ვაშინგტონში შეხვედრებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და საგარეო კურსზე გაამახვილა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ამის დასტურია სახელმწიფო დეპარტამენტის წერილი 42 კონგრესმენისადმი, სადაც საქართველოს მაპის მინიჭებას ამერიკა ღიად უჭერს მხარს. გუშინდელი განცხადება, რომელიც გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩვენი შეხვედრის წინ არის ძალიან კარგი შესავალი, ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დღევანდელი შეხვედრა სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ჩაივლის ძალიან კარგად და ჩვენ მივიღებთ იმ გზავნილებს, რომლისთვისაც ფაქტიურად ჩამოვედით ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება ყველა მიმართულებით და სწორედ ამას გვპირდება დღევანდელი შეხვედრა, როგორც სახელმწიფო მდივანთან, ისე შემდეგ ომნიბუსის შეხვედრა. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი მოკავშირე ნათლად გამოხატავს თავის პოზიციას. პროცესი, რომელიც უნდა განხორციელდეს ნატოს სამიტი, რომელიც იქნება შემოდგომაზე, ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ჩვენი ევროპელი მეგობრები და კოლეგებიც გაიზიარებენ იმ სულისკვეთებას, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არის მხოლოდ პოზიტივი არა მარტო საქართველოსთვის და ნატოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის და გლობალური მშვიდობისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერის მოლაპარაკებებს დადებითად აფასებს მმართველი პარტია. ნაციონალურ მოძრაობაში კი თვლიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ზედაპირული იყო. დეპუტატი გიორგი კანდელაკი თვლის, რომ პრემიერს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე უფრო მეტი ყურადღება უნდა გაემახვილებინა. კანდელაკი ღარიბაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ის შინაგან საქმეთა მინისტრობისას მისი ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის საქმეზე საუბრობს. საერთოდ არაფერი არ თქვა რუსეთის როლზე ღარიბაშვილმა, ისე როგორც მიუნხენში, როცა მას კითხეს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, მან ამ კითხვას საერთოდ ვერ გასცა ვერანაირი პასუხი და მაგალითად იმისა, რომ საქართველოში არ არის შერჩევითი სამართალი, მოიყვანა თავისი ყოფილი მოადგილის გელა ხვედელიძის მაგალითი, რომელიც მე თვითონ დავიჭირეო. საზოგადოების კარგად არის ცნობილი, რომ არანაირი რეალური სამართლებრივი დევნა ბატონი ხვედელიძის მიმართ, რომელიც აშანტაჟებდა ჟურნალისტს, არ ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი საქართველოს, რომელიც ამ სამუშაოს სულ რამდენიმე თვეა რაც შეუდგა, ხვდება რა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და აქვს ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, იმას ადასტურებს ეს, რომ შეერთებული შტატები მიიჩნევს საქართველოს კვლავად სტრატეგიულ პარტნიორად. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით ბარაკ ობამამ რუსეთს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა, რომ საქართველოს ძლიერი პარტნიორები ყავს. ასეთია ექსპერტთა ნაწილის შეფასება. ისინი დღეს ამერიკელ კონგრესმენთა წერილსაც გამოეხმაურნენ, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას უჭერენ მხარს. ამ შეხვედრის დატვირთვა პირველ რიგში იყო ის, რომ ახალი მთავრობა ბოლოს სამდგარი იყო უმაღლეს ზონაზე ამერიკაში. ეს არ მოხდა მეუხსენებად ივანიშვილის პერიოდში. ძალიან სერიოზული, თუნდაც სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა იმას, რომ ობამა შევიდა ამ შეხვედრაზე. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმასაც, რომ ამითი მხარაჭერა გამოხატა ჩვენს მიმართ და ამავე დროს რაღაცნაირად ეს ჟესტი იყო, სიგნალი რუსეთის მიმართ, რომ საქართველოს ისევე როგორც უკრაინა მიტოვებული არ იქნება. ამერიკის თქვათ ნიშნულობის მქონე ქვეყანა ბუნებრივია ასეთ ამოცანებს ისე ყველა არის ახავს და რო არ იყოს ძალიან სერიოზულად განწყობილი მისთვის საქართველოს მიიღოს მაპი, რა თქმა უნდა, ესეც საჯარო და კონკრეტულ განცხადებას არ გააკეთებდა. ამ მხრივ ეს არის სერიოზული შანსი, რა თქმა უნდა, ჯერ დაველოდოთ კიდე გერმანიის პოზიცია როგორ იქნება, მაგრამ მთლიანობაში ამერიკის ესეთი სერიოზული განწყობა არის სერიოზული საწინდარი იმისა, რომ მართლაც გვაქვს შანსი მაპის მიღების. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის შეხვდება. პრემიერის ვიზიტი ამერიკაში 22 თებერვალს დაიწყო და 1 მარტს დასრულდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა დაასრულა. ბრალდების შემდეგ სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე გამოვიდა. ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა ვიდეო მასალა წარმოადგინეს, სადაც 2011 წლის 21-დან 26 მაისამდე მომიტინგეების აგრესიული ქმედებებია ასახული. მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ აქციაზე ნინო ბურჯანაძის სიტყვით გამოსulis ვიდეო მასალაც წარმოადგინა, სადაც ბურჯანაძე მომიტინგეებს 26 მაისის აღლუმის ჩაშლისკენ მოუწოდებს. ადვოკატებმა ასევე წარადგინეს კომპანია დენსუსის დასკვნა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით არის მომზადებული. დენსუსი მიიჩნევს, რომ მიტინგის დაშლის ტაქტიკა სწორად იყო შერჩეული. როგორც კახიძე ამბობს, მართალია დაცვის მხარე სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების ცალკეულ შემთხვევებს არ უარყოფს, თუმცა ეს ყოფილი მინისტრის ბრალეულობასთან კავშირში არ არის. დაცვის მხარის მტკიცებით, პოლიციელთა აგრესია ბურჯანაძის ესკორტის ქმედებებმა განაპირობა. ჩვენ საქმეში წარვადგინეთ ამერიკული კომპანია დენსუსის დასკვნა, ჩვენ საქმეში წარვადგინეთ ლიტველი ექსპერტების დასკვნა და ჩვენ პროკურატურის მიერვე წარმოდგენილი საერთაშორისო პრეცედენტებით დავასაბუთეთ, რომ მიტინგის დაშლის ტაქტიკა და ოპერაციის გეგმა, რომელიც მინისტრმა დაამტკიცა, იყო აბსოლუტურად სწორი. რაც შეეხება ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადამეტებას, დაცვა ბოლომდე რჩება იმაზე, რომ ამგვარ ფაქტებს ადგილი რა თქმა უნდა ჰქონდა, მაგრამ ეს არ არის არანაირ კავშირში მინისტრის ბრალეულობასთან. დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ მოსამართლე მხარეებს რეპლიკისთვის დრო გამოუყო. როგორც პროკურორმა ნათია მეზრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არა მიტინგის დაშლაზე, არამედ მომიტინგეთა მასობრივ დაკავებასა და დარბევაზე იყო ორიენტირებული. მეზრიშვილის მტკიცებით, 100-მდე მომიტინგე 3000-მა სპეცრაზმელმა ალყაში მოაქცია. პროკურორის თქმით, ვანო მერაბიშვილის მიზანი იყო მომიტინგეებს მომდევნო დღეებში შეკრების სურვილი აღარ ქონოდათ. გამოსავლის გარეშე დარჩენილი დაცვის მხარე იძახის რას? 26 მაისს რაც მოხდა, როდესაც ასობით ჩვენი თანამოქალაქე დაასახიჩრეს, დაინვალიდეს, ამ ყველაფერზე აცხადებენ, რომ ეს იყო კანონიერი და ტაქტიკურად სწორი. მოსამართლემ საბოლოო სიტყვა ბრალდებულ ვანო მერაბიშვილს გადასცა. მე ყოველთვის ვიამაყებ, რომ ეს შექმნილი საქართველოს ისტორიაში პოლიცია, რომელიც იქცა არაკორუმპირებული და ეფექტურების სიმბოლოდ. და ეს ბედნიერება საქართველოში არც ჩემამდე არც ერთ მინისტრს არ ქონდა და არც ჩემს მერე არც ერთ მინისტრს არ ექნება ასეთი ბედნიერება. საქართველოს ისტორიაში ქართული პოლიციის ისტორია იქნება ასე. ვანო მერაბიშვილამდე და ვანო მერაბიშვილის შემდეგ. იმიტომ რომ ჩემს შემდეგ ვერაფერს ისეც ვეღარ გააკეთებს ვერცერთი, თუნდაც 10 შემო უფრო ვანო მერაბიშვილის უფრო ნიჭიერი, უფრო კეთილშობილი, უფრო ჭკვიანი ადამიანიც კი ვერ შეძლებს ისეთი ეფექტის მიღწევას, რაც ჩემ დროს იქ მომუშავე ადამიანმა გააკეთეს. მე არ მეშინია გამომწვეული განაჩენის, მე უბრალოდ მინდა რომ ჩრდილი არ მიადგეს ქართულ სამართალს, იმიტომ რომ არასდროს არც ერთი პირდაპირი და ირიბი მოწმე, რომ მე ჩემი მიზანი იყო და მე განახორციელე კონკრეტული პირების წინააღმდეგ და აქ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა იარაღის გამოყენებით ხას უსვავ. პირველი შეურაცხყოფის გამოყენებით მე მათ შეულახე უფლებები. ამისი ჩვენებაც არ არსებობს. დაცვის მხარეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. საწინააღმდეგო პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობის შესახებ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის განაცხადს პრიორიტეტი მიანიჭა. ამის დამადასტურებელი წერილი მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ ევროსასამართლოდან მიიღო. კახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად საქართველოში პოლიტიკური დევნის სისტემურ ხასიათს ასახელებს. 26 მაისის საქმის განხილვა სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებლები უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს ხვალ 15 საათზე გამოაცხადებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგაონიანს 20,000 ლარიანი გირაო შეუფარდა. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორს სწორედ ამ თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. გადაწყვეტილებამ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ნაწილობრივ დაგვაკმაყოფილა, ვინაიდან ველოდებოდით საერთოდ აქვეც ღონისძიების გარეშე დატოვებას, მაინც არ ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჭიროებას, ვინაიდან პატიმრობა არ იქნა გამოყენებული, გიორგი ონიანი თავისუფლებაზე იქნება და ის გააგრძელებს თავის საადვოკატო საქმიანობას. საზა ხატიაშვილის
მიმართ სამი დღეა ისმის სალანძღავი სიტყვები, როცა თქვი მე რომ ეს იყო პოლიტიკური ბრალდება. დღეს სასამართლოზე ადასტურდა რომ პოლიტიკური დაკავება მოხდა გიორგი ონიანთან მიმართებაში. სამარცხვინოა სახელმწიფოს მხრიდან ადვოკატის დაკავება რაღაცის ორგანიზების გამო. ანუ გიორგი ონიანი გამოიყვანეს ორგანიზატორად უკანონო დაკავების, როდესაც თვითონ აღსრულებელი ვინც ეს გააკეთა იყო მოწმე. ასეთ რამ იურისპრუდენციაში არ გამიგია, არ მომხდარა და ასეთი სამარცხვინო პროცესი მე არ მინახავს და მოსამართლემ მიიღო წესიერი გადაწყვეტილება და გიორგი ონიანი არ შეუფარდა პატიმრობა. ეს არის ძალიან კარგი საქართველოს მომავლისათვის და სამართლებრივი განვითარებისთვის. გოგა ონიანი 23 თებერვალს საკუთარ სახლში აიყვანეს. პროკურატურა მას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და ადამიანის განზრახ უკანონო დაკავებას ედავება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ონიანმა განაცხადა, რომ მისი დაკავება კანონდარღვევით მოხდა. შემოვარდნენ და როდესაც განლაგდნენ უკვე ოთახში, მხოლოდ ამის შემდეგ მითხრეს, რომ ვიყავი დაკავებული ამისა და ამისა. შესაბამისი განმარტება მხოლოდ ამის შემდეგ მომეცა. აქ მინდა აღნიშნო, რომ ჩემი დაკავება და პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა ერთდროულად და როდესაც მე ვთქვი, რომ ამ შემთხვევაში მე სხვა არაფერი მჩებოდა, რომ პროტესტი გამომეხატა, მე ამას არ ვქია დარტყმა, ეხლა ტყუილს ვერ ვიტყვი და ვერ მოგატყუებს, ამის გამო მე დაზიანება არ მიმიღია, მაგრამ ორი მხრიდან ყოიუცენ ერთ-ერთი მხრიდან უნდა ხელი. ახლობის 15-20 წუთის განმავლობაში ვიმყოფებოდი მანქანაში, სადაც მოვიდა ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ეგრეთ წოდებული ტყუპი და განიმარტა ესეთი რამე. კაი, გიო, რა მოგივიდა, უკვე აქ პრობლემა იყო. გითხარით, რაც შექმნილი, კაი, გიო, რა მოგივიდა, შენ ისეთ რაზგონზე იყავი, ამას უნდა დალოდებოდი. პროკურატურა ბაჩო ახალაიას ადვოკატისთვის აკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარემ აღნიშნული შუამდგომლობა ონიანის მიერ სასჯელისთვის თავის არიდების შესაძლო მცდელობით ან მოწმეებზე შესაძლო ზეწოლით ახსნა. დასვის მხარემ ეს არგუმენტები დაუსაბუთებლად მიიჩნია. თავად ბრალდებულმა კი განაცხადა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს. ამასთან ადვოკატებმა სასამართლოს თავდებობის წერილიც წარუდგინეს, რომელსაც ხელს 26 დეპუტატი აწერს. ჩვენ გვაქვს ფაქტები, ჩვენგან მტკიცებულებების საქმეზე, რომ მე აღნიშნულის შესახებ ვიცოდი, ესეც ძალიან იშვიათი შემთხვევა შეიძლება იყოს და ესეც ალბათ არ ვიცი. მე ვიცოდი ამ საქმის შესახებ, ვიცოდი მისი ჩვენებები სჭირდებოდა, ნაწილიც მიცემ მიღებული იყო, ნაწილიც მიუღებელ და მიუხედავად ამისა, ბატონო მოსამართლე, არანაირი სახის ზეწოლა მათზე არ მიცდია. არანაირი სახის კომუნიკაცია ამის შემდეგ უკვე რაც კონკრეტულად ამათი ჩვენებებზე დადგა საუბარი არ მიცდია და გაქცევა რო არ მიცდია და არ მიცდია სასახაა ბატონო მოსამართლე სახში ვიჯექი ბავშვებს ვეთამაშებოდი როცა შემომივარდნენ ყაჩაღები. რა თქმა უნდა მე ვაწერ ამ თავდებობას ხელს. გოგა ონიანის საქმე არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ დღევანდელი მთავრობის მხარი გადაწყვეტილებაა რომ საკუთარი საარჩევნო დანაპირებების შესრულების ნაცვლად, რომ მაგალითად პენსია მართლა გახდეს 250 ლარი, მათი მთავარი პრიორიტეტი არის ოპონენტების დევნა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ონიანისთვის გირაოს შეფარდების მოტივაცია განმარტა. სპეციალურ განცხადებაში წერია, რომ აკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ ბრალდებულს აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ყავს ოჯახი. ამასთანავე გამოძიების პროცესში მას სამართალდამცავ ორგანოში და სასამართლოში გამოცხადებისთვის თავი არ აურიდებია. სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულ ონიანის მიმართ გირაოს გამოყენების პირობებშიც აკვეთის ღონისძიების მიზნები მიღწეული იქნება. ადვოკატ გოგა ონიანის საქმის წინასასამართლო განხილვა 15 აპრილს გაიმართება.